გამარჯობა. კაი გამარჯობა. არა ჩვეულებრივი სიტყვით ვიწყებთ ყველა გადაცემას გამარჯვებით. და როგორც წესი სტუმარს წარდგენას ბოლოს ვაკეთებთ ხოლმე, მოდი ახლა ისეთ კარგ ადამიანთან ვართ, რომ თავიდანვე წარვადგინოთ სტუმარი. დრო მოვიგოთ და მე უკვე კარგი ამბების ლაპარაკიც დავიწყოთ. ბურთი ჰამოედანი. ესე იგი, ჩვენი სტუმარი მაყურებელი დარწმუნებული ვარ მიხვდა. მართლა ყველასთვის საყვარელი, არა ჩვეულებრივი მსახიობი, კინორეჟისორი ზაზა კოლელიშვილი. გამარჯობა და დიდი მადლობა. გამარჯობათ. მოვიცალეთ ჩვენთვის. როგორ ახლა? აუ, ბედნიერად რა. მეც. კარგი ხანია გვინდოდა და გამოგვივიდა მოკლედ. რასაც გულით მოინდომებს ზოგადად ყველაფერი გამოდის ხო? კი და რაც მოინდომებ ადამიანი საერთოდ. აი ხელი არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო და არც არასოდეს აი ალალათ უნდა თქვა რისთვისაც გჭირდება თქვა და დამიჯერე უფრო მეტად გაგიმარჯვე. ო აი ზუსტად ჩვენი გადაცემა ზუსტად ეგ არის. ეხლა ბატონმა ზაზამ რაც თქვა არის ჩვენ გადაცემაზე ზუსტად მორგებული. მე დამიშო ბატონო ზაზა, გადავწყვიტეთ რომ მოდი მამები შვილებზე რომ ლაპარაკობდით ხოლმე, გიჟი მამები ვართ ორივე და მოდი ეს ყველაფერი ცოტა სხვა ფორმატში გავაკეთოთ და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გადავწყვიტეთ და ვაკეთეთ და რა დაფინანსების გარეშე სესხი ავიღეთ ბანკში. კი, სესხი ავიღეთ ბანკში რომ მიკროფონი თქვენს კაი გიჟები ყოფილიყავთ ყოჩა. კი და არა აუცილებლად გაგიმართლებთ ის. კი, ჩვენს გვიჟერა რომ გაგვიმართლებს. თან ეს არის საქმე რომელიც უზომოდ გვიყვარს. კი, რა არ გამიბრაზდებით ალბათ ეხლა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ ბატონმა ზაზამ ახლა კამერა გვაჩუქა და შემდეგი გადაცემა კიდე უფრო ხარისხიანი იქნება. აუცილებლად. და უღრმესი მადლობა ორივე დავიბენით. მაგრამ ისე არა, რა უნდა გექნათ? ის რომ ძალიან მიხარია რომ ხედავ ახალგაზრდებს, მამებს, რომლებმაც გადაწყვიტეს და არაფრისგან გააკეთეს უცებ ტელევიზია. რომ რაღაც მოუთხრონ თავიანთი შვილებს და უთხრან სათქმელი, რაღაცა უთქმელი, რაც თვითონ უნდათ ეთქვათ სხვების საშუალებით. ნახე, რამხელა ქვეწყობილი წინადადება დავაძრე და საეტირა და არ შემშლია. კი, ძალიან დიდი მადლობა მაგ სიტყვებისთვის პირველ რიგში და იმისათვის, რომ ასე გაგვანებივრეთ კარგი საჩუქრით. მე თქვა, აბა ეხა დავაი საქმის მივხვდით. რისი თქვა მინდა იცით კიდევ ერთ ვიტყვი მაშინ რა. ძალიან ხშირად არ ვიცი ასაკის ბრალია თუ რატომ, არა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე შეგრძნება რომ სიტუაცია რთულია, გამოუვალია, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში ბევრი არასასიამოვნო ამბავი ხდება, მაგრამ აი ესეთი ადამიანური მომენტები მაგზნობინებს ხოლმე რომ ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება მშვენიერია. აი ეგეთი მომენტების გამო ღირს სიცოცხლე. აგეთი მომენტების გამო მე არ წავსულვარ არსად ემიგრაციაში. რატო იცი? ეს მიწაა ჩემი. ეს 500 კვადრატული კილომეტრია მიწა ჩემი, სადაც მე ვარ ბატონ პატრონი, ბუნების, მეგობრების, ძმაკაცების, სახელკარის და ჩემი ქვეყანაა. ჩემი ტკივილია და ჩემი დარდია და ჩემი სიხარულია. თვითეული მოქალაქიდან დაწყებული, მით უმეტეს მე ხლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ის რაც მე ვარ, გამხადა ხალხმა. ხალხის სიყვარულმა. და გამომდინარე აქედან მე ასად ვერ ვივარგებ. იმიტომ რომ იქ მე ვიქნები ჩასული, ვისაც ვიღაცის სამსახური უნდა მოიტაცოს, რაღაცა მდგომური პლებეი ვიღაცა. როცა აქეთ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე, თუ გინდათ ძმაო, ჩამოდით ჩემთან და იყავით 100 წელიწად. იცი რატო რომ აქ ჩემი მიწაა და ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა. აი ახალგაზრდობაში რთული მომენტები როცა იყო, ახლა რატო გამახსენდა, იცით, შარშან როგორც იქნა გადაუწყვიტე სახლის გარემონტება, ძალიან დიდი სესხი ავიღე ბანკში. დავასრულე, გადავედი და ორ კვირაში დავკარგე სამსახური. არა, ჩავერთვები რა. ერთი წელი ავიღო სესხი არ ავიღოს ერთი წელი, სანამ ის სამსახური ქონდა, ფიქრობდა. აიღო და ორ კვირაში გადავედით მოგწონ სახლი, ლამაზი გამოვიდა ფერადი ასე შემდეგ და ნუ ორ კვირაში ის სამსახური დავკარგე და აი როცა რაღაც რთული მომენტები ქონდათ ხო, მით უმეტეს შვილები როცა პატარები იყვნენ. აი მაშინ რა ძალა ქონდათ და როგორ უძლევდით და რა შვებოდით ხო? ძალა
ჩვენ მე არასოდეს მარტო არ ყოფილო, მე და ნათია ვარ. გამომდინარე აქედან როცა რაღაცა გვიჭირს, ერთად გვიჭირს, როცა რაღაცა გვილხინს, ერთად გვილხინს და გამომდინარე აქედან მე არ მიგრძნია ესე ვთქვათ, დათრგუნულად თავი რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ ჩვენც თუ გაგვიკეთებია შეცდომები რაღაც ახალგაზრდებს, ძალიან ბევრი შეცდომა გაგვიკეთებია, რომელიც просто არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და ამიტომ იგნორირება გაგვიკეთებია ისევ ერთად. და მე ნათია, როდესაც მეუღლე არის შენ გვერდით და იცი რა შვება, არც კი უნდა რომ გაგაგებინოს, რომ თქვათ იგივე გაჭირვება რაღაცა დამოუკიდებლად ცდილობს რაღაცა, მაგრამ შენც ნეიტრალური არ უნდა იყო რა. უნდა ეცადო, იმიტომ რომ შენ მარტო არ ახარ, შენი ცოლია და ბავშვები არიან. თან ახლა იმ პერიოდში ჩვენ დროს რომ დაიწყო, თქვათ გაჭირვება, კიდე მომდგრები იყვნენ ოჯახები, გაიგე? აი მომდგარი ოჯახები ძალიან ბევრი იყო. საქართველოში საშუალო ფენა არსებობდა, როდესაც დღეს ეს ფენა აღარ არის. ის საშუალო ფენაზე იდგა ქვეყანა და საერთოდაც საშუალო ფენა აკქმნის ქვეყანას და არა, თქვათ, ვიღაცა მილიონერი, მილიარდელი და ბოგანო. ის ბოგანო არ უნდა იყოს, საშუალო ფენა ზრუნავს, რომ ბოგანო არ იყოს. და მე შემდგომ რაღაცეები და სტრატეგია ქვეყნის. მიშო, სანამ გადავალთ კიდევ კითხვებზე, ჩვენი მეგობრები აუცილებლად ვახსენოთ კომპანია ფორტუნა, მედია ჰოლდინგი ფორტუნა, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და უძაფო ჩურჩხელა სუთიფავოერი, რომელსაც მე აუცილებლად გაგასინჯებთ, რომელიც ჩვენს გვერდით დგას. აუდადო ძალიან მაგარი სიტყვა თქო, მეუღლეზე ალბათ მეუღლეზე უფრო მაგარი მეგობარი არ არსებობს. ჯერ სიტყვა რა ლამაზია მეუღლე. მე კაი სიტყვა დავარქვის. ზაქსა აქვს მირიანაშვილს. მე ყურთბალიში. ამას წინათ შეხვდა, ხო, კი. მე ყურთბალიშია მეუღლე, გაიგე? შენ ყურთბალის რო ყველა ფიქრს გაიფიქრებ და ბალიშმა იცის, გაიგე? იგივეა მე ყურთბალიშია რომ იმანაც კი იცის, შენი სანუკვარი რაღაცა ისინი. ხა თუ შენ ხა არაფერს არ მალავ ძალიან საშინელებას რა. შენ თავსაც რო ვერ უმხელ ფიქრში ეგეც, ხო? მართლა ძალიან მაგარია, ეგეთი მაგარი მეუღლე და ეგეთი მეგობრობა რეალურად ალბათ შვილებისთვის არის ამაზე მაგარი სამაგალითო რა შეიძლება რომ იყოს. არა, ბევრი ფსიქოლოგი ჩაგვიწერია ხოლმე ჩვენი გადაცემის მსვლელობისას და ჩვენი გადაცემის პერიოდში და ყველა ფსიქოლოგი ხაზგასმით ამბობს, რომ მეუღლეების ასეთი ურთიერთობა და ურთიერთკავშირი აუცილებლად დადებით ასახვას პოვებს მე შვილებზე. ეხლა აურა ფრთხიანი ანგელოზი ვიყავ მეთქი არა, ჩვენ ოჯახში აი ჩხუბებიც ყოფილა, რაღაცეები ძირითადად რა თქმა უნდა ეს დალევას ეხებოდა. ძირითადში ფრინავითებში მაშინა მაგრა ნახე. 92-ში მშობლები რო გარდაიცვალნენ, წავიკითხეთ ასეთ რაღაცა, რომ ძალიან მძიმედ გადაიტანეთ. იცი როგორ გადავიტანე მძიმედ? ჯერ მამა გარდაიცვალა, რომელმაც გაიგო დედას რო კიბო ჰქონდა. დედა ჩემმა დამარხა მამა. 6 თვეში გარდაიცვალა დედა ჩემი და 6 თვეში მიყვა ბიძა ჩემი. ბიძა ჩემი იყო გია მატარაძე რეჟისორი. წარმოიდგინე 6-3 ისეთი ადამიანი წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც აი გაგზარდა ბავშვი. მიჭერდნენ რა, ოჯახს იჭერდნენ ჩემ, არ მეკლდა არაფერი, რაღაცა. ფეხებზე მეკიდა რა. ისეთი ხალხი იყო რა. მაგრამ მე დავრჩი მარტო. და მყავს მე ერთი მეგობარი მეზღაპრე. ძმაკაცი პაატა არის, მოისრაფიშვილი ერთი ესეთი პიროვნა, მსახიობია თან, თუმანიშვილის თეატრში იყო. და მეზღაპრე მითხრა, შენ ახლა რომ ის ტიპიო, ვინცო მშობლების სიკვდილმაო დაგაკაცაო ნაადრევათო. ნაადრევად დამაკაცა, 33 წლის ვიყავი, კი უნდა დაკაცებული ყოფილიყავი, მაგრამ ბოგემა იყო მაშინ თბილისში. აი ძალიან ვიყავი გადაყოლილი ამ ბოგემას. ძალიან. და შეი დასაშვებზე მეტად.
და ამ გარდაცვალების შემდეგ ზაზა კოლელიშვილი პასუხისმგებლობებს მიხვდა თუ რა პასუხისმგებლობებს მიხვდა. გაიგე? მაგრამ აუცილებლად ოჯახი არასოდეს მე უყურადღებოდ არ დამიტოვია. ყოველთვის ოჯახს, მაგრამ ეს კიდე ძალიან თორგუნა და როდესღაც ხო უნდა მიხვდე და როდესაც მე მიხვდი, აბა რამდენი წლის ვიყავი? 60-ის. მაგრამ მანამდე ეხა უკვე დიდი შვილიშვილები, გაიგე, უკვე აღარ არის სიძნელე იყო, რომ აი ესე მიყოლებით სამი ყავდა ძუძუთა და სამი ბავშვის დახმარებას ვიღებდით 5 ლარს. გესმის? და მეოთხე რომ გავაჩინეთ მოგვიხსნეს. რატო 20 ბევრიაო? არ ვიცი რატო, მოგვიხსნეს. თან მოემატა, მაშინ 25 ლარი უნდა გააგვეღო და არა გვიღია ჩვენ მარტო 5 ლარს ვიღებდით. როგორი мама იყო ზაზა კოლელიშვილი? ეს კითხვა ძალიან მიყვარს ყველა რესპონდენტს ვერ გეტყვი. мама იყო. ერთი ვიცი რომ უზურპატორი мама არა ყოფილვარ და მაგას ვერავინ ვერ დამაჯერებს. იცი რა არის, როდესაც შენ ხოშზე ჩემ ხოშზე არ მინდოდა არასოდეს. არც ის მინდოდა რომ ოდო რაღაცა. აი საკმაოდ კარგად ზრდიდა დედამისი. დედამისი სიმკაცრესაც აძლევდა, სიყვარულსაც. მე ძირითადად რა მევალეოდა, უნდა წავსულიყავი პროდუქტი მომეტანად გამეყვანა სადმე და არ უნდა დამეშალა, მაინც მე მიმაჩნია რა არ უნდა დაუშალო რა. ასე ვთქვათ, მე შვილები გავზარდე თავისუფლებაში. არჩევანის უფლება თვითონ კონდათ და გაამართლა. იცი რატო? არ არიან რო ხედავ როგორ არიან ტიპები და ის აი ჩემები არიან ლაღები. აუ რა მაგარი აი ჩემი შვილები არიან ლაღები და არავითარი ის არ სჭირდებათ კანონი რა დაარღვიონ რა არ დაარღვიონ. ადამიანი იმისთვის არის რომ დაარღვიოს კანონი, იმიტომ რომ ჩვენივე გამოგონილია ის აკრძალვა რაღაცაზე, მაგრამ არის დაუწერელი კანონი, რომელსაც თქვათ ჩემი ეს ლაპარაკი მოაქვს, ხო? ეს დაუწერელი კანონიდან არის, რომ მე ვეკუთვნი ვიღაც კატეგორიას ხალხისას, რომლებიც ცხოვრობენ ამა და ამ ქვეყანაზე, რომელსაც აქვს ესა და ეს ენა, რომელსაც რაღაც კანონები მოქმედებს და რომელიც ჩემი მშობლიური ენა. და აქ ერის კეთილდღეობისთვის და იმისთვის ყველა ადამიანი არის თავისუფალი, რომ თავის ნება გამოხატოს არა მუქარით, არა იმით, რომ სადღაცა შევალთ და რაღაცა შევალთ. აი, უკვე მაგიჟებს ეს სიტყვაც რა. რომ შევალ რა პირველ კლასელი ვარ და ჟენია სერებრიაკოვი მე მყავდა ჟენია სერებრიაკოვი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ყველაფერი ჩადო იმისთვის, რომ საქართველოს თელაველი რუსი იყო. გესმის? აი, რაღაც სასწაული ისეთი ადამიანები მასწავლიდნენ, რომელიც სადღაც არა ქართველი იყო, მაგრამ ისეთ ქართულ გარემოში გაიზარდა, რომ პირველი გაქონდათ თუ როგორ შეიძლება თელავში ცხოვრობდე და თელავის ისტორია არ იცოდე, საქართველოს ისტორია არ იცოდე, შენი ენა არ გიყვარდეს, თან იმ სკოლაში სწავლობდე, რომელიც ერეკლემ ააშენა და დავით რექტორი მართავდა იმ რექტორს და ვაჟა-ფშაველაა ნასწავლი და ივანე ბერიტაშვილი და რისმა გორდეზიანი და რა ვიცი მე. და მამაჩემი და რა ვიცი, 1000 ადამიანი და ივანე ბერიტაშვილი რა თხრის მარტო ხალხო. ვაჟა-ფშაველა იმ ღუმელში ვიჯექი, რომელშიც ვაჟა-ფშაველა იჯდა უადგილობის გამო, რომ კლასი მქონდა, მეორე კლასში ვიჯექი იქ. აუ რა მაგარია. ადგილი არ იყო და ღუმელში იჯდა ვაჟა. მეშვიდე თაობა ხარ, თუ მსახიობობა არჩია ოჯახში? კი. რომ არა წინაპრები. მეშვიდე თუ მერვე. აი უკვე აღარ მოდი არ ვიდაოთ მაგაზე. ხო, მეშვიდე. თქვათ მეშვიდე.
რომ არა წინაპრების მსახიობობა ზაზა კოლელიშვილი აიჩოდა მსახიობობას? კი. თუ გრძნობ მე არჩეული მქონდა ქანდაკება და ხატვა, ეს ჩემი ნახატებია. ხო და აკადემიაში ვაბარებდი, მაგრამ პაპა ჩემი ხო თეატრალი იყო, ბიძა ჩემი ხო თეატრალი იყო, რეჟისორი იყო და ბიჭო, აი ვერ გაცდები, თან მით უმეტეს ნატურის ხეში 18 წლისამ რო ვითამაშე და всё, ეს ხო ბედი იყო. აი ხა ეგრე არ არის რა, რა ნატურის ხეში. თან ვისთან თენგიზაბულაძესთან? თენგიზაბულაძესთან. ხო და ლიკა და სოს. მერე თინამ მითხრა დედამ დუტას ბებო არ ვიციო შენი არაფერიო დაქალი ძვანკაცები ვიყავით რა არ ვიცი შენი არაფერი ისაო დადი ხა სასწრაფო და შეიტანე მალე თეატრალურშიო არაფერი არ მომიმზადებია ხალხო რამე ყველაფერი ვიცოდი და ხა 3 წლიდან თეატრში დავდიოდი და ხა წარმოიდგინე ყველაფერი მესამე კლასში ვიყავი რომ მედიაში ვითამაშე და ბერთედორეში თელავის თეატრში უკვე სცენაზე გადავყოლაბე უკვე და მეტი რაღა გადაწყვეტილი ყოფილი მარჯვენა ლოჟაში პირველი სკამი იყო ჩემი თელავის თეატრში არსებობს ახლა იქ სკამი ის ადეიშვილმა რომ დაანგრია ის ძველი თეატრი რო იყო ის რა თეატრი იყო სანამ ცოცხალი ვარ თუ შეიძლება და თუ რაღაცა საშუალება ქალაქმაცნით ისე უნდა დავაბრუნო ის თეატრი ნახაზები არსებობს თელაბელებმა ჩამოიყვანეს ლასკალას ამშენებლები ხო აზე ხარ მოკა ხელოსნებმა ამ ქარმა და ვიღაც ხარაჩოღელებმა და ვიღაცებმა და იმათმა გააკეთეს თეატრი აი ესე რომ გექნა უკან ზადნიკთან ხო აივანზე ხმა ისმის აი ხმა ისმებოდა ისეთი აკუსტიკა ქონდა ასეთი ბიჭო ლასკალას ამშენებლებმა გააკეთეს თქო და ეგ თეატრი დაანგრიეს ზურა ადეიშვილმა ერთ ღამეში დაანგრია არაფერი ზემოდან დაანგრია ქვემოთ ყველაფერი ისე არის როგორც იყო და ის იმას ვეძახი იმას რა ქვიან ის ბატერფლაი თუ რა ქვიან ის თეთრი შოკოლადი რაფაელო გაგვიხსნა თელავში უეგან ბეგოშ კაცობა არ მახსოვს მაგას არ მახსოვდა ხო არ ვიცოდი ანუ ეხლა ერეკლეს მუზეუმის სახლის გვერდით რო თეატრია ახალი თეატრია თუ ძველზე ეს არის რაფაელო არის რეესტრი რაც ააშენა ძველი თეატრის ადგილზე რეესტრი ახლა ძველი თეატრის ადგილზეა ეს არის მედიკომ რუსებს რო თავიანთი ფულით ააშენებს ეხლა გასაგებია ეხლა ნათელი მოეფინა ბევრ რაღაცას ბატონო ისე ოჯახში რო დაუბრუნდეთ ახლა მაინტერესებს მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ რამდენად ხშირი რამდენად მეგობრულიც მაგრამ თან რო იზრდებოდნენ ნენა აი ერთხელ მახსოვს ბაჩო უფრო ადრე დაიწყო რეგბის სიარული ვიდრე ვიტო 15 წლისად დაიწყო მაგრამ ერთხელ მივედი ვარჯიშზე და პივა შევიტანე რა ეხლა მეთქი სამ და უყურებ რომ მოვდიოდით ვიტომ მითხრა ჩუმად ჩემთან მეორეჯერ ვარჯიშზე აღარ მოვხვიდეს ასმელითო და ეს რა იყო ჩემთვის იცი ეს რა იყო იცი ჩემთვის სილის გაწმასავი და მამასთან თქვენ როგორ ურთიერთობა გქონდათ მამასთან კარგი იყო სიმკაცრე ჩვეო და ან რას ფიქრობ ბავშვობაში იყო საკმაოდ ისე სიტყვიერი სიმკაცრე და მე ცოტა კლიზმა ბავშვიც ვიყავი ჩუმი კლიზმა რაღაცა ისეთი აღზრდელობით სამუშაოებით ჩავტარებია არა გცემა მაკვარანცხი მაკვარანცხს რო ეტყვია ერთ-ერთი თქვენი გმირობა წავიკითხე ინტერვიუში ამბობთ ასეთ რაღაცას
დედას აუხიტა რაღაცაზე მამა და გავბრაზდიო, ავედი მეორე სართულზე, საკლავი ეწყო, ნავთი მოვასხიო. 3 წლის ვიყავი, 3 წელი ნახევარი. მამას რეაქცია რა იყო ამაზე? ვინ ასწავლეთო? ეგეთია, გაგიჟდა კაცი. აი, დაფენილი. რაზე მოვიდა, წავიყვანოთ ზაზა თუ არა, ნადირაძე იყო ვრონსკის ყინულზე ისა თბილისში ჩამოსული ბალეტი ყინულზე. და ამაზე დაიწყეს თვული. ხო და მე რო ამაღლებული მამა დავინახე. თანის გოჭი ღორი 300 კილოიანი თოფით მოკლეს რო ვერ დაიჭირეს კაც თავში ესროლეს. და იგრევე გაატყავეს და ესე იყო. აუ და კიდე 1 ლიტრი ჭაჭნის რა ქვია ნავთი მოვასხა. გადაყარეს ხა. ანუ შობლის მხარე დავიცავი. დედის. აი სიმკაცრესთან მიმართებაში თქვენი აზრი როგორია ბატონო ზაზა? ბუნებრივია ჩვენც ცემას ნებისმიერ შემთხვევაში გამოვრიცხავთ, მაგრამ აი მე მაგალითად ჩვენ არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიცოდით რა უნდა გვეთხოვა რა არა. და მე თან ცოტა ეხა იქ კუხნაში ხო ლაპარაკებს. კუხნა იყო, ხო იცი, ყველაზე უსაფრთხო ადგილი. სადაც ვერ უსმენდა ოჯახებს ვერავინ და გამომდინარე აქედან აი რო დამიძახეს და კუხნაში მიგვიპატიჟეს მე და ჩემი და აქ იყო უკვე რომ ჩვენ გავხდით სრულფასოვანი წევრები ოჯახისა და იქ უკვე თუ რამეს ვლაპარაკობდით იმ კუხნიდან არ გადიოდა აქ იყო ის დისიდენტური ლიტერატურა რომელიც მოქონდა დედაჩემი რომელიც პოსტზე იყო მამაჩემიც პოსტზე და ეგრევე ცუდად დაგვიმთავრდებოდა. აი დისიდენტობა ახსენეთ და ესეთი რაღაც საქართველოში მაშინ ეს როგორი იყო იცი დისიდენტობა ყველას ვერ ენდობოდნენ. ამიტომ რაღაცა ელიტა დისიდენტური ლიტერატურის მკითხველების ქალაქში იყო იცნობდნენ ერთმანეთს. შეიძლება რაღაცა პოსტი იყო, მაგრამ ეს არ სათავისო კონსპირაცია იყო. ბატონო პაპაზე გავთ ესეთი საოცარი რაღაც ნათქვამი, სადილად რო დაждდებოდა აი ეს მოწესრიგებული საყელო შეკრული არ მახსოვს რომ შეხსნილი ჰქონოდაო. რაღაც განსაკუთრებული ტრადიციები სხვაც ჰქონდა, რომელიც აი ეს რო გავიგეთ და ლადომ მომიყვარ, ლადომ წაიკითხა. აღვთოვანი და ძალიან მაგარი იყო. კიდე რას გაიხსე? ეს ამბავიც რო უყევით, რატო აკეთებდა ამას? და კიდე რას გაიხსენეთ პაპაზე, იმიტომ რომ ძალიან ჩელთი იყო, აი ეხლა ვხვდები მე პაპაჩემის ნათქვამ სიტყვებს, რომ შენო არიციო, შენ ესე კი იცხოვრებოდო. შენ არიციო, შენ თუ გინდა კაცი იყო, მამა და პაპა გეწოდებოდესო. შენ მოგიწევსო, შენ თავთან უამრავი ბრძოლის გადატანა. შენ ყოველდღე იქნები შენ თავთან ომში. რომ შენ მიაღწიო იმას, რომ გერქვა სახელად მამა და პაპა. აი ისე ყველაფერში გაგვიმართლოს ჩვენ და აი მე და რავიმე ყველას როგორც აი სიტყვა აი იცი როგორ 100% ამიხდა აი 100%-ით ამიხდა რომ ესე იგი იმას ის რომ შენ რაღაცა გინდა შენ რომ ეს რაღაცა გინდა ამას შეიძლება ეს მოყვეს ეს რომ მოყვეს აქედა რამდენი რამე ფუჭდება და თუ დაიკიდებ იქ უფრო რამდენი რამე აი ანუ შენ თავს იწევ ბრძოლაში და შენი თავიც გიწევს ბრძოლაში გაიგე ის გაჩვენებს თავს რომ უნდა იმიტომ რომ შეიძლება გთვლის სუსტინების ყოფისად იმიტომ რომ მე ვსვამდი და ვსვამდი ხო არასოდეს ჩემინებით აი როგორც კი ჩემინებით გავანებე თავი შემეტყო როდესაც ტვინს უნდა რომ არ მიიღოს რაც სასიკვდილოა რაც ცუდის მომტანი ადამიანებისთვის და პიროვნებისთვის გამომდინარე აქედან და ორგანიზმი არ იღებს თვითონ გეტყვი აი მე-5 წელია უკვე გახდა მე-5 წელი დაიწყო რა რაღაცა 4 თვე დაიწყო უკვე და ისა არ დამილებია პივაც კი ნიტო что აი სპირტიანით არ გამიწმენდია და
11 იანვარს გავხდი 68 წლისა და მაშინ დავანებე თავი სიგარეტს. მე 50 წელის სტაჟით წეველი. აი ღამის 3 საათამდე მინიშვა ორგანიზმა და მოვწიე ღამის 3 საათზე თავს ვერ ვდებ ის ემახველებს. ჭდილა გათენდა. გაგნები ვარ, არ მინდა სიგარეტი და ეგეცივა გამითენდეს მეც. აი გამითენდა კი არა, როგორ ჩუმათა ვარ, იცი რომ არ ვეწევი რომ. აი ესე. უფრო გახალისდა ცხოვრება, ხო? აუ ბიჭო, აი პახმელია რომ აღარ არის ჩემ ცხოვრებაში. და რო არ მახველებს და სიგარეტი რო არ არის და სასმენს რო არ ვეძებ. რა ბედნიერი, სულ ყველა რაც ამ დაღრობილი არის, იყოს მაინც ზიანი დღე მგონი. მაინც ზიანი დღეა. აუ თუ შეიძლება ლადო ბაბუა ჩემი მინდა ეხა ამ ამბის მერე გამახსენდა ხარაგაულიდან ვარ წარმოშობით სოფელი უბისა. და ჩვენი სახლი იყო აი სულ ბოლო სახლი იყო ტყეში. და ეს ბაბუა ჩემი როგორი კაცი იყო, ტყეში დადიოდა ხოლმე საწავიდოდა იქ. შანსი იყო კვირაში 3 ჯერ მინიმუმ არ გაეპარსა. ბებია ჩემი სულ დასცინოდა ხოლმე, ხო მიდიო ეხა ის გაიპარსეო, ან ძროხა შეხვდებოდა გზაში, ან ღორი მეტი არაფერი. აი ტყეშიც კი გაპარსული. ეს რიგიანი კაცი. ხო, ეგ მინდა თქვა, რომ ტყეშიც კი გაპარსული. მარიფათიანი. არ მინახია პაპა ჩემს და წვერი მოშო. ბებია რო გარდაიცვალა, მაშინ მოუშვა წვერი. მაშინ მოითხოვა სასმელი. 72 წლისა იყო ბებია ჩემი რომ მოკვდა. 68-ისა ვარ ბიჭო. ჩემზე 4 წელი დიდები იყვნენ რა. და მოწევა დაიწყო, მარგარიტა მომიტანეო, მარგარიტას მალბოროს ეძახდა. და ლუდი მიუტანე. ბებიას 40-ზე დაგვიქნია თავი წავიდა. გარდაცვალების თემაზე კიდე ერთ კითხვას დავსვავ. ლევან ზაქარიაშვილი იღებდა ფილმს ისინი. და თქვენ ერთ-ერთ მაშინ სცენაში დედის საფლავზე უდამეს ვიყავით და მაშინ ახალი გაგებული გქონდათ დედის ავადმყოფობა და უარი თქვით ამ იმ დღეს მითხრეს. და წამლები დაფხვენით. გადავწყვიტე თავის მოკლა თუ რა, ვერ გავიგე. დავლე 80-იც არის და იყო ნევროლოგი დასაწყნარებელი წამალი და ისინი და დავაყოლე წითელი ღვინო. მე წავედი ქართულ მხედარ ქალებთან, ცხენზე შევჯექი. კრუგზე ვიარე, ამან დამრია ხელი. ხო და მე ძმაკაცთან ავსულ ვარ. ან როგორ უთხარი მისამართი. ტორტი მოუტანიათ, გამეჩხირე ეს ტორტი. კაროჩე, ნუ ძალიან ცუდად. გადარჩით შეიძლება ითქვას. აი, შეიძლება ითქვას არა, 100% გადარჩი. ხო, რაც წავიკითხე, გვამული ლაქები იყო დაწყეული სხეულზეო და რაღაც ეკლესიებიც დავინახეო და რაღაც. ხო, რაღაცა ნათება იყო და რაღაც. კაროჩე, მე მგონი არ ვიყავი ამ ქვეყნისა და მომაბრუნეს რა. ეს ყველაფერი, ანუ რა იყო, პროტესტი იყო, რომ თუ განცდა რომ დედა იყო ავად და ამ ფორმით გამოხატა ზაზა კოლელიშვილმა. ჩემი მხრიდან იყო სისუსტე, კაც მეტი მოეთხოვა. აუ ბავშვობაში მინდა ეხა ისევ წავიდე თუ შეიძლება ბატონო ზაზა. წადები. ლადოს საოცარმა ქალიშვილმა წინა კვირაში იყო ზუსტად מחარა რომ კაზაჩოკები ვიყიდეო და უთხარი ესეთი რაღაცა რომ ჩემ ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო კაზაჩოკები მქონოდა. აი ხო და გაუკვირდა რომ აი ფეხსაცმელზე რანაირად ოცნებობდიო რა. მე ეგეთი 90-იანების ბავშვი ვარ და ეგეთი პერიოდი იყო მაშინ რომ შენ ძიმე ხო ფეხსაცმელი კაზაჩოკები მუღამი მქონდა სულ და ნუ ვერა რა. აი თქვენი ბავშვობა მინდა გაიხსენოთ. როგორი იყო რა ვიცი კაზაჩოკები ალბათ არა, მაგრამ რა გიყვარდათ, რა არ გიყვარდათ, რა მოგწონდათ. კინო მიყვარდა და პლომბირი მიყვარდა მაროში. რაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება და დარწმუნებული ვარ. სახში კითხვა, წიგნი არ მაკლდა მე. ცალკე ჩემისგან, ცალკე მამა ჩემისგან. შენ სახში რომ შემოხვიდო, წიგნის მეტი არაფერი არ იყო. ხო და თან ლაპარაკები საქართველოს ისტორიაზე, რავი ჟურნალისტიკაზე, თეატრზე რაღაცა, ეს ბავშვობიდან, ჩემთან სხვაზე არაფერზე არ ლაპარაკობ, საქართველოსზე ძირითადად კი. ხო და გამომდინარე აქედან რა უნდა მდომებოდნენ? 20 თეთრიანი, 20 კაპიკიანი მინდოდა ხოლმე პლომბირი მეყიდა. ჩემი მშობლებს ისეთი
გემრიელად იხსენებენ პლომბირს. ყოველდღე მივდიოდი თეატრი კინო. აი ყოველდღე 3-4 წლიდან რაც მახსოვს, ყოველდღე. ერთ კინოს რამდენჯერმე ნახულობდით? ვაიმე რა მამა ჩემი მერე დანიშნეს კინოს უფროსად, კინოფიკაციის განყოფილება. 32 ბავშვი რომ მივაყენე ინდურ ფილმზე უნდა გენახა. ხო ბავშვი ცოტა ისე თქვა იცოდა ხოლმე. შევიშრო, მარეთ იღის. 32, 64 მაინც. გეგმა რა შევიტანო მე? 27 ბავშვი თუ 32 ბავშვი მე. მაგრამ დაწუნებული მაინც ყველა თქვა, არა ეს იყო თორე. შემყავდა 1-2 კაცი ვეჩნა. მაშინ წარმოიდგენდა პატარა ზაზა რომ ერთ დროს თავისი ფილმი გავიდოდა ამ კინოთეატრში? არა. არც უცნებობდა? აი ეგ კინო აღარ იყო გონი ნატრის, ხო აღარ იყო ეგ კინო უკვე ნატრის ხეს რომ გავიდა ნატრის ხე. მე იყო ახალი კინოთეატრი იქ გავიდა ბევრი ფილმები რა. მოგონებებში მინდა კიდევ ერთხელ. ხო. არ ვიცი, ლიკა ქავჟარაძე ჩემთვის არის სამყაროში, galaktikაში, თელირმის ნახტომში და თუ კიდე რამე არსებობს, ყველაზე ლამაზი ქალია ჩემთვის. აი ყოფილა დამიფიქსირებია ჩემი თავი ფოტოზე ესე გავშტერებულ ვარ კომპიუტერში და დიდხანს მიყურებია ხოლმე. აი წარმოუდგენელი სილამაზეს იყო და როგორც ადამიანი როგორი იყო ბატონო და როგორი ურთიერთობა ქონდა. თან ამ ასეთ სილამაზეს როგორ უძლებდით? უძლებდით რომ მე და სოსო ძალიან მაგარი დუეტი ვიყავით. მაგრამ თავი რა არის? ლიკა მაშინ იყო ბიჭო 15 წელისა იყო. ბავშვი იყო. ერთმა კახელმა იქ ვიღაც ტიპებმა ნასვამები იყვნენ და იქიდან მე და ლიკა მოვდივართ და სოსო. მიყვავს სოსომ და მე სოსოსთან მე ლიკა სიღნაღის კულტურისა და დასვენების პარკში. მე მაცია სოსოს ჯინსები ზედა და ქვედა და სოსოს საბჭოთა კავშირის ის მოჭიდავეთა ნაკრების თანახმად ჩამოსულია კავშირის ჩემპიონი გახდა იარიგინი დაამარცხა ძიუდოში სოსომ და მივდივართ რა ახლა ორივეს მოგწონს რაღაცა და რაღაცა უშნოთა თქვა იქ ვიღაცა ლიკა სასწრაფოდ შევიყვანეთ და ერთი წუთი ეხლაო შენ გაკვანძეო მე უთხარი სოსოს ეხლა შენ გაკვანძე და შენ დაარტყიო და მე გავკვანძაო კაცო და აი მოკლედ ეს ტიპები გადმოვყარეთ რა მანქანიდან მაგრად ვცემეთ რაღაცა იარაღი გაიჩნდა იქ და წავართვით საღამოთი მოდის ამ ბიჭის მამა მე ღვინე ყოფილა ღვინოები ხო ამოგვიტანა მადლობა რო არ სადარა თქვით პატივი გცა მოკლედ და პულმარი გაგვიშალა და რაღაცა აი ცი რა იყო ზეიმი იყო ლიკასთან მე ძალიან აღარ მინდა ხოლმე ხარ აღარ არის ცოცხალი და არც მინდა რომ მოყვი ძალიან ბევრი მოგონება ისეთი რომ ლიკასზე ვეუბნებოდი მძღოლს რომ ცოტა შორს დააყენე მეთქი იმიტომ რომ მარტო მე მეყვაინებოდა ხელში და რომ მე თხას ამჭეროდა ხელში და მე 4 სართულზე ამყავდა ხელით ლიფტი სად იყო და ერთადერთ ნომერში იყო რომ ცხელი წყალი სასტუმროში რომ ცხელი ის მიეღო ლიკას თუში ხო ძალიან ლამაზი იყო აი არ ვიცი ეგეთი ქალი არ არსებობს შეიძლება მაგაზე კინოს აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება კინოს რაც ამდა ლამაზი იყოს და ნიჭიერი რაღაცა პერიოდში კარგავს ის აი თითქოს იმასავით არის კოღოსავით არის რა კინო დააჯდება გამოწოვს სისხლს და ვერ გადახტება იმას მოდი რა გეხვეწები არ გამიბრადე რადგან ნატურის ხის გარშემო დავიწყეს ტრიალი ეხ კიდე რაღაცა უნდა მოგიყვეთ 1-3-4 წლის წინ ბატონო ზაზა ნუ ბებიებზე ვგიჟდებოდი და ძალიან დიდი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ორივე ბებიას ხო და ავდექი მოვჩხრიკე რაღაც ინფორმაცია მთელ სოფლიოს დიდ ნაწილში არის თურმე ბებიის დღეს აღნიშნავს რაღაც კონკრეტული დღე არის მივმართეთ ჩვენ პარლამენტს რომ მოდი მეთქი ბებოს დღე დავაწესო და ამ დღეს მაინც თუ გვავიწყდება ეს დღე მაინც გაგვახსენებს რომ ბებო გვყავს მივალთ ვაკოცებთ მოვეფერებით და ასე შემდეგ ხო და რო ვინმეს არ ეფიქრა რომ ბებია ჩემის
რაღაცა პოპულარიზება მინდოდა. სესილია თაყაიშვილის დაბადების დღე ყოფილა სექტემბერში, ახლა რიცხვი აღარ მახსოვს. რადგან ყველას ბებია იყო სესილია, კინოებიდან გამომდინარე, სესილიას დაბადების დღეს დავამთხვიოთ და დავაწესოთ საქართველოში ბებიის დღე მეთქი. რა გერამია? უარი მომივიდა მაშინ პარლამენტმა, უარი თქვა. რომელი წელი იყო? 3 წელია დაახლოებით, 3-4 წელია რა. ხო და მაინტერესებს სესილია თაყაიშვილის ამბავით როგორი იყო. აი სესილია ნახდად ბებია იყო. მართლა აი თავისი არსით. მე ვაშკაცი ბებია. სესილიას ჰქონდა სპიდოლა, აი ეს პატარა რადიოლა რა. ამერიკის ხმას რო იჭერდა და რაღაცებს ხო იმას უსმენდით ხო. ხო და ეძახდა ვასოს გოძიაშვილს. ვასო ხო მაგის ქმარი იყო და ვასოსავით არისო ვერ დაიჭერო რა. ხანის რადიოს ეძახდა. რადიოს ეძახდა ვასოს. და ერთ დღეს მოვიდა მე და იურაკი გავიძე ოპერატორი ვავთ სოკოს ნიყვი იყო იქა და იმაში ფირის კოლოფებში ვწვავთ ნიხს და არაყი გვინდა რა ხო და აიო ერთი არაყიო სესილიამ თვითონაც დავია და აკრა შეჭამა და ისაო ვასო გამიფუჭდებოდა მე გავაკეთებ მეთქი რა და წავიღე ვასო და უთხარი ისე გააკეთეთ მეთქი რომ აი 2-3 დღე და მე გაფუჭდეს მეთქი პაიკაზე იყო რაღაცა გააკეთეს მოვიტარე მოგვეცი ახლა არყის ფული თქო და ერთ 3 თუ 1 კვირის თავზე გაფუჭდა კიდე დავიღებ მეთქი რა კაცო რა აიყო რა მიდის შენგან რა მიდის დავიღე 2 ბოთლი არაყი კიდე ვაყიდი კიდე ერთ კვირით გაკეთდა ვასო გაკეთდა ხო და მესამედ რო გაფუჭდა აბა ეხლა წამიყვანეო აი მე მიწა გამომეცალოს ის ნირჩევნია და მივიყვანე და აი თქვენია უკა ბატონო აი ეს ყმაწვილი კიდე მეუნებოდაო რომ ისა ჩამიშვა რა 3 ბოთლი არაყი მაყიდინა ვა კაი არა ესო შენო გამომძალე ეხლა მე ვიყიდი მე აი სანჯიგარი იყო რა მაგას ქონდა კრეტინების სია კრეტინების და დებილების პირველი ადგილზე იყო თითო მეორეზე იყო დოდო ანუ ეს იყო თუ შენ კრეტინს დაგიძახებდა ესე იგი სიაში ყავდი და კარგი იყო ბუნებრივი იმ სიაში რა თქმა უნდა მე მეექვსე ვიყავი და მე დაფასებული იყო და დავიმსახურე რა ლორდქიას უთხარი მეშვიდე ვარ მეთქი სესილიასთან სიაში და მალადეთ დავლიოთ ნახე პირველი როგორ ვიდიოდა გიორგი იყო მეხუთე იმიტომ რომ მოდიოდა ლორდქია ისა მე ელდარი არა მეშვიდეზე ვიყავი მე აი სასტავი გიშების გურამა რა ქვიან ფირცხალავა გურამი გაცა ხო ესენი იყო ძალიან დიდი უზარმაზარი კრეტინები და მე ჩვენ მივიდოდით კარგი კრეტინები კრეტინების სია არ ვიცოდი აუ დოდბაბაშიძეზე ისტორია გამახსენდა ახლა თუ შეიძლება რომ მოყვე ირანში ყოფილა რაღაც დაჯილდოება რაღაც ჯილდო გადასცეს მოკლედ რაღაც ოქროს პატარა ნაკეთობა თუ ვერცხლის დედოფალი ესწრებოდაო და უთხრა რომ აიო საუკეთესო ვერცხლი თუ რაღაც რამდენიმე გრამი იყო და დოდოს უთქვამს თქვენ კაი ხალხო რაც საქართველოსთან ოქრო ვერცხლია გაზიდულიო აი ამას მაყვედით თუ ეხა ამ პატარა ჯილდოს ოქროს ვერძი გადასცეს ო რაღაცა აღარ მახსოვს რა იყო ეს იყო შახის ფესტივალი შახო ახე პირველ ფესტივალზე მიიღო ნატრისხე მონაწილეობა ოქროს ჯიხვი გადასცეს და ლიკას შახმა საჩუქრად გადასცა 36 მარგალიტიანი კაბა რაღაცა ისეთ საკოლექციო ლიკას ხო და მეორე წელს ნანამჭედლიძეს თავარი პრიზი მიენიჭა და დოდოს ეს ოქროს ჯიხვი და ეთქო მაგაზე თქვა რა
იმიტომ რომ რაც მართლა იქ არის წაღებული ნაძარცული. და ის იყო ხელის საერთოდ პროტოკოლის მიხედვით დედოფალთან დალაპარაკებაც არ შეიძლება, მაგრამ თურმე დოდვაბაშიძემ გაბედა ხელი ჩამოართვა და დახუჭა თვალები და შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნა მაგის გამო. დახუჭა თვალები და აღარ მახსოვს 27-მდე დავითვალეოთ რაღაც ეგრე და მე დედოფალმა ძალიან აზად ეს ხელი ამიკრა, მანიშნა რომ უნდა გამეშვა და დავანებე თავი. აი ესეც სიგიჟე გააკეთა და გადარჩა, იმიტომ რომ დოდო იყო რა. ბატონო ზაზა, ფილმებზე ვისაუბრეთ და მამას და დედას უფრო რადგან ჩვენი გადაცემა მამების რო ქვია. მამას რეაქცია რა იყო, როდესაც თავი შვილი ასეთ ვარსკვლავებთან ერთად იყო და ასეთ პოპულარული იყო? მამას უყვარდა, ეხა გივი ჩოხელის მაკაცი იყო და თვითონ ფეხბურთი უყვარდა, სპორტსმენი იყო, თვითონ იყო საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის რეკორდსმენი იყო 100-ზე და 200 მეტრზე სირბილში. და აი უნდა წასულიყო რობერტ ჩავლაყაძესთან ერთად ნაკრებში იყო საქართველოს ნაკრებში და მამა მოუკლეს მაშინ გარდაიცვალა მამა და არ წავიდა და მიცვალებულს ეძებდა ხო და თქვენ წარმატებაზე მამას რეაქცია? პაპას რეაქციას გეტყვი. როდესაც მე ვითამაშე თბილისში ვითამაშე ეს სპექტაკლი ეს იყო რეზო ინანიშვილის ჩემი წყალჭალის ქმები მაშინ დაიბადაო გიორგი შავულიძეს ესეთი იყო ჩემი მასე და რაღაცა და მე პაპა ჩემმა ნახა სპექტაკლი და он აქტიორ ერთადერთი ეგ იყო სიტყვა მაგრამ ეს ბევრს ნიშნავს რას ლაპარაკობ თამბერს ლადო ორივე შვილს შენსასაც და ჩემსასაც მსახიობობა სურს აი როგორ ჩევას მისცემდით დამწყებს ასე პატარას ჩემი შვილებიდან რომელია მსახიობი მე ნამდვილად დაუშალე არ შევაქე რა იცი რა არის მაინც მეთქი იტყვიან რომ მიეხმარა ზაზა და რაღაცა შენ გინდა ეგეთი კარიერა ჩემო ბიჭმა მე ჩავაბარებო ვიტო შევიდა გავიდა გამოცდაზე და თამილა ლასხიშვილი და ისინი მიყვებოდნენ წამოხტითო რა აი ისე წაიკითხა ლექსიო და ისეთი თხრობა და ეხა ვიზუალზეც რო შეხედავ არ არისო ისაო და სამი კურსი დაამთავრა ვიტომ აქ აი მარიამ რა ქვია იმას კაცო თამარ გვერდწითელიშვილის ჯგუფში იყვნენ რა შვილების ჯგუფში ვიტო მესამე კაცი მამა 18 წლის ასაკშიო შენ უკვე პოპულარული იყავიო მეო შენი შვილი არა ვარო მეო კიდე რეგბიში მაქვს მე მგონი მაგეთის წარმატების შანსიო და მოდი რა ვცდიო გამიშვიო აი გამიშვი საფრანგეთში რაც ინვესტიცია შემეძლო უცებ $1000 მივეცით ვიტოს ვის ესხეთ და გაუშვით და აგერ გაამართლა კიდეც და ახლა აქვე ულოცავ 20 წლამდელთა ნაკრების თავარწნელობას და როგორი კარგი მორაგბეც იყო უსურვებ რომ ისეთი კარგი მწვრთნელი იყო შენ სპორტზე ხარ მაინც დაუბრუნდები ჩემ კითხვას ჩვენ შვილებთან პატარა რჩევა გაგვატანეთ რა გოგოსთვის ძნელია აი მე მიმაჩნია რომ გოგოსთვის ძნელია სცადოს თეატრმცოდნეობით დაიწყოს მე აი სხვას ვერაფერს თეატრმცოდნეობით დაიწყოს ჩააბაროს ანუ ვაფშე ლიტერატურა ცოდნეობაზე ჩააბაროს და მე გადასვლა ადვილია ხო და აი მანამ იაროს თეატრებში რაღაცა ეხა არ არის ეხლა რომ ამთავრებენ იმას იქნება ვინმეს თან ითამაშოს რამე ეპიზოდი რაღაცა და ცირე რეკლამებში არის და ძალიან სხვა არის ქართველი აი ქართველი ქალი იჩაგრება ნათია რომელიც იყო უნიჭიერესი მსახიობი აი უნიჭიერესი დღესაც ვიტყვი აი მაგის ფილმი ნახეთ თუ გინდა ისა ტბაროა კი აი ნათია რო თამაშობს ჩემი ცოლი ნახე როგორია აი ეგეთი კინო
და ეგეთ სახე კაი ხარია არავის გაუკეთებია. ოთარ ანთქვრივის შემდეგ ნათია იყო ნათამაშების სერიოზული სახე. და ნათია ერთი კიდე სახე იქა ყავა და ლუჩი რო იმას თამაშობს განგსტერ ქალს მაფიოზას ქალს სხვა რამე მინდა თქვა ხო და მოკლედ ქალისთვის ძნელია და მე უნდა დაჯდეს სახში ქმარი როგორი შეხვდება იცი ის მაინდა-მაინც ისეთებს ამოარჩევენ ხოლმე რომ შედი ქალო კუხნაში უნდა იმას აი მაგას რა ჯანდაბო უნდა ეშველოს ამ ჩვენ ქვეყანაში ბოდიში ამ მაგას არაფერია უნდა წიგნის კითხვა უნდა მაგას და რაღაცა სირობების არ ფიქრი ერთმანეთი უნდა უყვარდეს მე გეტყვი ჩემი ცოლის მაგალითს ერთად უნდა იყვნენ კირში და მხილში დაწერილია რეცეპტი დიდი ხანია უბრალოდ და გავიგოთ რა უნდა აი აბოდებდნენ ერთმანეთს ბიჭს მეტი შანსი აქვს. თუ ნიჭი აქვს. გზაც დამილოცნია ძმაო, მაგრამ აი ხა ვითმეტეს, რა ვიცი. ბატონო ზაზა, წეგან დაუწყე კითხვა და ეხლა ვიტყვი რომ ბაჩოც მორაგბე იყო, ვიტოც მორაგბე იყო, ახლა შვილიშვილიც მორაგბეა. შვილიშვილიც მორაგბე ახლა. ჩემი შვილი რაღაც საკეთებს რო წაიქცევა, სანამ ადგება და ესა შეშინებული უყურე. არ არის რაგბი მარტივად საყურებელი მშობლისთვის. რა რეაქცია გქონდათ? მით უმეტეს ვიტოს საკმაოდ ბევრი ტრავმა ჰქონდა მიღებული. არაფერი. რა რეაქცია თამაშობს და ახლა ბავშვები იყვნენ კაცო, აი მაშინ გქონდა რეაქციები რომ არა ბინტი, არა იმებზე, ქვაღორღზე რომ დავშროდნენ. თორე მე სტადიონზე რომ იქცეოდა, მაგრამ იმასთან შედარებით არაბული დივანი იყო. ხუთშვილიანი მამისთვის რა იყო რთული და რა არის უბრალოდ ეხლაც რა არის რთული და რა არის იოლი? ეხლა ყველაფერი ადვილი. ეხლა აგერ მეათე შვილიშვილს ველოდებით. მეათე და უფროსი შვილიშვილი 32 წლისა. ჩემი უფროსი გოგოსი, ჩვენი უფროსის. მერე მოდის რატი ჟორჟოლიანი, რომელიც ლელოში თამაშობდა, ეხლა თამაშობს ცალკე იმაში, რა ქვია, ყაზბეგში თამაშობდა თუ რაღაც. თორნიკე ბასკეტბოლისტი იყო, აი ჩვენი შენგელია როა. ერთად გაიზარდნენ. მაგას ცოტა ეს ხების პრობლემა ჰქონდა და ანუ სპორტი ძალიან დიდი დოზით არის თქვენ ოჯახში. იცი რატო? სპორტი მეორე რამე აქვს. სპორტი შრომის მოყვარეობას უწყობს ხელს. შრომის მოყვარეობა პლუს ნაკითხობა პლუს გახსნილი გული და სიკეთის მატარებელი. всё. ბოროტი არ უნდა იყო. ბოროტობით ვერაფერს ვერ მიაღწევ. თუმცა აი იცი როგორ არის, აი დანის პირზე გასავალის. ამოიჭრიდა ხოლმე ბაფთიან გიტარას ოიღლიაშიო. დადიოდა ეგრე აღბათაღმაო. გარიგებაზეც რა თქმა უნდა გვინდა ცოტა საუბარი და რას გაიხსენებთ? გარიგება და ისინი წასულები. ეხლა მე ვაკეთებ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვაკეთებ უკვე მე მქონდა საკმაოდ მაღალი დონის ვიზიტები და ინფორმაცია მივაწოდე რომ მჭირდება ამე და ესა და ეს თანხა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით დავწერეთ ნათიამ ჩემო მეუღლემ დაწერა გააკეთა ოჯახმაც წაიკითხა და თანახმა არიან სცენარი ვარდისფერი კაცი. ის ერთი ნოველის სათაურია, მაგრამ ეს იმ სოფელში ხდება, სადაც ვარდისფერი კაცი მოდის. და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ დავიწყებთ ამ φιλმზე მუშაობას. უკვე იმედი მაქვს, რომ დავიწყებ. ვა, წარმატებები. ძალიან ისეთი ხალხი მიდგას გვერდით, რომ იმედი მაქვს, რომ იქნება. გოდერძი ჩოხელი მისი ვაჟის ჩაწერა გვინდა და უარი გითხრა სამწუხაროდ, მაგრამ ვესაუბრეთ, მაგრამ კატეგორიული უარი გითხრა. საუ რა მაგარი იქნება გოდერძი. აუ წარმატებები და უნდა გააკეთოთ ეგ რა. კი. აი ეს არის ჩემი გეგმები. თავარია ეს გადავაგოროთ. ყველას გისურვებთ. მამაშვილობაზე ძნელი და ადვილი არაფერი არ არის.
მაგრამ თავარია გულწრფელი იყო შენ შვილებთან და უთხრა ის რაც შენ კი არ გინდა უთხრა არამედ მას უთხრა ის რაც იმას უნდა უთხრა რომ გაიგოს რაც თვითონ უნდა იმას გაიგოს ოღონდ შენით მიგნებული გზებით მაინც არ ივლის კი აიგე და არაფერში არ დამტკიცო რომ არ წავიდეს ან წავიდეს წვილია მე ძმო მოგიყავნა აქამდე გოგოსთვის ძნელია იქ სადღაცეებში პროტესტი თავის საქმით გააკეთოს თავისი იმით უნებით მაგრამ აი ყოველთვის არ მინდა საკუთარ ერს რო ეჩხუბები რა არ ეჩხუბო შენ ერს და ვიღაცა უცხო არ დამასვა თავზე რა შენ ერს დაუყვავე ასწავლე შეიძლება ერის სწავლებაც ჩვენ რამხელა ნაბიჯი გავიარეთ იცი როგორი სხვანაირები ვართ ახლა და იყავით გულწრფელები შვილებთან და გიყვარდეთ ყოველ ჩემი სიცოცხლე ჩემი სიყვარული ეს არ არის სიყვარული რა თქმა უნდა უნდა იცოდეს რომ იმის გამო სიცოცხლესაც კი მისცემ ოღონდ უთქმელად ხო მარტო სიყვარა არის არა ეგ არც უნდა დაგჭირდეს იმის გულისთვის სიცოცხლეს მისცემ მართლა არაფერი არ არის ჩემი სიცოცხლე რა თმინდა თუ ამათ რამე გაუჭირდა ჩემი ყოველი არსებობა მადლობა ღმერთისთვის რომ უფლება მომცა ამათ გვერდით ვიყო რაღაცა მაწვალა მაგრამ მე რო არ გავწვალებულიყავი ამას არ დავიმსახურებდი მონანიების რაღაცის საშუალებაც მომცა და გულწრფელი აი უფალო შეგვიწყალე ყველაფერს შველის დამეჯერე საჩუქრის დოდს მოვიდა მიდი უძაფო ჩურჩხელა თქვენ არის როგორ მიყვარხარ ეხლა თან საინტერესო ჩურჩხელაა ბატონო ზაზა ეს უთიფაუერის ჩურჩხელები სტანდარტული ყურძნის ჩურჩხელა ნუ სტანდარტულია მაგრამ ეს არის ბროწეულის ჩურჩხელა მოჩვენე და ეს არის სტანდარტული ყურძნის კიდევ აქვს შოკოლადის ჩურჩხელაც ეს ბროწეულია კახელკაცთან თუ გაიარა გასაუბრება ჩურჩხელა ესე იგი გაია რა კარგია შეყვარებული ზაზაკოლიშვილი როგორი იყო აი ჩამოსულა სხვა ქალაქიდან და ვარდების და იების უკონამი მიტანია გვაზრიკები რაღაცები არ მიყვარდა საჩუქარი მიყვარდა იმასთან ერთად და ნურტალოს შემდეგ და სხვა არაფერს არ ვჩუქნი გასაგებიც არის ვარდების თაიგული უნდა ვაჩუქო აუცილებლად ქალბატონად უღრმესი მადლობა ბატონო ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და დაგვითმეთ რომ მადლობა ჩვენს მეგობრებს მედია ჰოლდი ფორტუნას უთიფაუერს მადლობა არაჩვეულებრივი ჩურჩხელებით და მადლობა მაყურებელს ვინც უყურა და აუცილებლად გამოიწერა ჩვენი არხი